მე შემიძლია ერთადერთი რამე დაგიდასტუროთ ამ ინფორმაციიდან თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. თვითმმართველობის არჩევნების საკითხის აქტუალიზაცია დღეს ვინც ამ საკითხის აქტუალიზაციას აკეთებს და გასაგებია ხო ეს პოლიტიკური სპექტრიდან მოდის პირდაპირ და მიზანმიმართულად თუ არ ვიცი არამიზანმიმართულად პირდაპირ წყალს ასხავს ქართული ოცნების პროპაგანდის წისქვილზე. როდესაც ახდენ ისეთი საკითხის აქტუალიზაციას, რომელსაც სამთავრობო პროპაგანდა ეხმარება, რომ რიგარეში არჩევნებზე საუბრის ნაცვლად და როგორ მივდივართ რიგარეში არჩევნებზე საუბარს იწყებ თვითმმართველობის დაგეგმილ არჩევნებზე, ამით ინტუიტიურად თუ არა ინტუიტიურად ავტომატურად საკითხის გადატანას ახდენ, ანუ რიგარეში არჩევნებზე აპრიორი ამბობ და პოზიციას დებ, რომ ეს არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებამდე არ იქნება და ამის გაცნობიერების ტვინი თუ ვინმეს არ აქვს, ჯობია პირი მოკუმოს და გაჩუნდეს. იმიტომ რომ ეს არის ქართული ოცნების მიზანი. ქართული ოცნება როცა ახდენს იყავით მკაფიო. ეხლა ვარ მკაფიო, მე არ ვიცი ვიყავი თუ არა, მე არ ყოფილვარ იმ შეხვედრაზე. მე ვარ ეხლა მკაფიო. ვინც ამ საკითხზე საუბრობს და ამ საკითხის აქტუალიზაციას ახდენს. იყავით მკაფიო მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე. იმაზე რა ქვია შეხვედრაზე და როგორ გითხრათ მკაფიო ვიყავი თუ არა. მე პირადად არ მონაწილეობდი. საკითხზე გეკითხებით. ეხლა ვარ მკაფიო, ანა, ნახეთ კიდევ მკაფიო პოზიცია მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე. კაფიო პოზიცია მაქვს. ეხლა თქვენ რო საუბრობთ მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე, ან ვინმე რო საუბრობს მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხზე, ამით ეხმარებით ქართული ოცნების პროპაგანდას. ბევრ საკითხზე მინახავს ბევრგვარი შეფასება და კონსპირაციის თეორიები. არ გვინდა ამაზე არის ინტერესი ახლა ამ საკითხზე, ამას გინდათ სამთავრობო პროპაგანდა დაუძახეთ და რა გინდათ დაუძახეთ. როდესაც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, კი, მაქვს ინტერესი, რატომაც არა, მაქვს ინტერესი, კი, იმიტომ რომ მეც ამომრჩეველი ვარ და ყველა პოლიტიკური ჯგუფის მიმართ მაქვს ინტერესი, რა ტიპის პოლიტიკურ პროცესს აჩვენებს ის რა არის ამაში გასაგები. მაქვს ინტერესი, გონიათ რომ პროპაგანდის მსხვერპლი ვარ. გავიგე. არა, გავიგე, ესე იგი თქვენ ავტომატურად უშვებთ ამ ინტერესით და ამაზე საუბრით ამის პოზიციის მოსმენით, რომ რიგარეში არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ან მანამდე არ იქნება. ხო მეთანხმებით თუ ვერ მეთანხმებით, თუ არ მეთანხმებით? ბექა არ გვაქვს ძალიან დიდი წიაღსვლის დრო, ეხლა ბოდის გიხდი უბრალოდ მე დაგისვით კითხვა, რადგან თქვენ არ მიპასუხეთ. იყავით თუ არა მკაფიო და ხართ თუ არა მკაფიო თქო, ამაზე მიპასუხეთ. ან მივიღებთ თქვენს პასუხს, რომ ამაზე ლაპარაკი ცუდი საქმეა. დღეს მიგვაჩნია, რომ ამაზე ეს საკითხი აქტუალური არ არის საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ საზოგადოება ითხოვს რიგარეში არჩევნებს თვითმმართველობის არჩევნებამდე და ყველა ვინც ამ აქტუალიზაციას აძლევს ამ საკითხს. ბექა საზოგადოება ძალიან ბევრ ამას ითხოვს, მაგრამ მისი მოღწევა ვერ მოხერხდა, ამიტომ კითხვების არარელევანტურობაზე უაკეთებ აქცენტს ძალიან გქონთ. კი, ვაღიარებ, რა თქმა უნდა, მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ და ძალიან ბევრი მოთხოვნა, მათ შორის ჩემი პირველი სურვილი და მოთხოვნა არის სისტემის ტყვეები გათავისუფლდნენ, მაგრამ თავისუფლებაზე ხომ არ არიან ისინი. ამიტომ ყველა კითხვა რელევანტურია, ბექა, ყველა კითხვა. ერთი წამი. კი, ყველა კითხვა რელევანტურია და ჩემი პასუხების რელევანტურად გაძლევ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ყველა კითხვა რელევანტურია და ყველა პასუხი გამოტანილია სამსჯელოდ საზოგადოების წინაშე. კი, რა თქმა უნდა, ოღონდ ამას თუ ხელს შევუწყობთ, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნებამდე არაფერი არ იქნება პოლიტიკურ პროცესში. ბექა, მე კი არ ვეთანხმები, მე ვარ მედის წარმომადგენელი, რომელიც ამ პროცესს პირობითად არა უკვე რაღაც სხვანაირად წარმოაჩენს საკითხს, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია, მაგრამ არა უშავს, კიდევ გვექნება დისკუსიის შესაძლებლობა. დიდი მადლობა, ბექა, დიდი მადლობა. დროებით დაგემშვიდობები, კიდევ შევხვდებით ეთერში.